ჩინეთის მთავრობა არ ცდილობს ერთგვარად შეერაღებული დაპირისპირებამდე მისვლას, მისი გავლენის ძირითადი რესურსი არის ფინანსები, ინვესტიციები, ტექნოლოგიები და წარმოება. და ამით განსხვავდება სწორედ რუსეთის პოლიტიკა ჩინეთის პოლიტიკასთან შედარებით. თუ ავიღებთ რთულ ეკონომიკურ ვითარებას მთელ რიგ მცირე ქვეყნებში, ისევე როგორც დიდ ქვეყნებში, სამხრეთ ამერიკას გულისხმობ აქ, ჩინეთის ეს მიდგომა საკმაოდ მომგებიანი არის ამ ქვეყნებისათვის, იმიტომ რომ იმედი აქვთ ახალი ინვესტიციების, იმედი აქვთ ვაჭრობის, იმედი აქვთ ახალი საწარმოების გახსნის, შესაბამისად ეს ბევრად უფრო მიმზიდველი იყო ამ ქვეყნებისთვის, ვიდრე სამხედრო დაპირისპირება მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებთან. სწორედ ამ კომპონენტში მე ვფიქრობ ბევრ ქვეყანაში ჩინეთის გავლენა უფრო ძლიერი არის და დაფუძნებული კონკრეტულ მოგებაზე, ვიდრე მაგალითად რუსეთის ესეთი წერტილოვანი ჩასხმები ან პირიქით კონფლიქტის ან კრიზისის ინიცირება.